მოგესალმებით, ეთერშია გალაქტიკაში ყველაზე საინტერესო, შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი გადაცემა Mini News. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი პროდიუსერი ასე იძახის ხოლმე. ალბათ დაგაინტერესებთ მე ვინ. გავკადნიერდები და გეტყვით, რომ მე ამ სფეროში მუშაობის არც მეტი და არც ნაკლები 37 წლიანი გამოცდილება მაქვს. დიახ, ეს მე ვარ მაქსიმე 14 წლის და ძალიან გთხოვთ სიტყვებზე, ნუ გამომეკიდებით. ჩემს ჩაცმულობას ესრუნავს დიდაჩემი, რომელმაც ჩემი ტანის სამოსის 70 გრადუსზე გარეცხა და ასე მშვენივრად დამაჩნდა ტანზე. სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს პოეზია. და ასე ექსპრონტად მომინდა ჩვენი რეჟისორის, საქართველოში ყველასათვის საყვარელი პოეტის ზარიზან ხეზე ფოთოლ გამხმარაშვილის ლექსი მოგიწყვნათ სახელწოდებით უსათაურო. თუ კი საქმე გართულდა და იკარგები ბინდბუნდში, ჩართე ჩვენი გადაცემა ფიქრებს მიეც იმპულსი. აქ მოსმენილ ვერც ერთ ამბავს ვერ ექნება მინუსი. ერთიანად გაგაოცებთ ჩვენი Mini News-ი. უხესრა საოცარი ლექსია სულ მაჟრიალებს ხოლმე. სიცხე მქონია და მაგიტომ მაჟრიალებს, მაგრამ ზარიზან ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი პოეტი ხარ. მგონი დროა გადავინაცვლოთ ჩვენს არაჩვეულებრივ ჟურნალისტთან, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან და უბრალოდ ჩემს ბიძაშვილთან, გაბრიელ ფილიასთან, რომელიც გარეჩართვიდან შემოგვიერთდება. გაბრიელ, როგორ ხარ? კარგად, ჩემი ძმა, ბიძა-ბიცა როგორ არიან? გაბრიელ. პირდაპირ ეთერში ვარ. უკაცრავად უცებ მეგონა მობილურზე ვსაუბრობდი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაური ცხოველების ფედერაციაში. გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში ახალი ძაღლის ჯიში გამოიყვანეს. მეცნიერები ამბობენ, მინი, ბულდოგ, ტაქსა, იორკების ჯიშის ძაღლები სავსად მეგობრულები, თბილები და ყურადღებიანები არიან. ახლა მე მინდა ერთ-ერთი მათგანი გაჩვენოთ. გაბრიელ, ხომ არ დაშავდი? არა მაქსიმე, როგორც ხედავთ, ახალი ჯიშის ძაღლები სავსად მეგობრულები აღმოჩნდნენ. მეცნიერები ამბობენ, არ გიტყვეს გეთამაშებაო, მე მათ დავუჯერე, მეტა რა მინდოდა. ძაღლება კაცში გამოჩენა არ ესურვეს, მაგრამ გულითადი მოკითხვა შემოგითვალეს. ვაფო. მე ახლა დაგემშვიდობებით, რაიმედია შემდეგ გადაცემაში ლაღი და სახსალამათო დაგიბრუნდებით. მადლობა გაბრიელ, მოგვიანებით დაგიბრუნდებით. ახლა კი ჩვენს ეთერში სპეცჩართვის დროა ქალაქ თბილისის 897 სკოლიდან ჩვენი ჟურნალისტი ლადო შოკის მომგვრელი ამბით გვერდდება. ლადო, როგორ ხარ? მოგესალმებით ყველას. დღეს მე შევესწარი უპრეცედენტო ამბავს. სიტყვებს ვერ პოულობ ქალაქ თბილისის 897 საჯარო სკოლაში ახალი ბავშვი გადმოვიდა. დირექტორი შოკშია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მასწავლებლები ერთმანეთს გაოგნებულები უყურებენ. გაკვეთილების ხდება. შეგახსენებ, რომ 897 სკოლის 70 წლიან ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა. მოსამშობლებმა საკუთარი სურვილით გადმოიყვანა ბავშვი აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში. და ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვესაუბროთ ამ სკოლის დირექტორს. ბატონო გეგა, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები. მივესალმებით თქვენს მოყურებლებს, არ ვიცი, ემოციებს ვერ გადმოგცემთ. პატარა ბავშვი ვითარ აჟიტირებული ამ ხელა კაცს. ძალიან გაგვიხარდა ახალი მოსწავლეს გადმოსვლა ჩვენ სკოლაში. ყველანაირად ვეცდებით უახლოეს მომავალში მისთვის შევიძინოთ სკამი და მეხი. რათა ის დაჯდეს და მასწავლებლებს ისე მოусმინოს. და ამისა ჩვენს ახსაზრდელებს უამრავ სიურპრიზს ვიმზადებთ. და რა სიურპრიზია საუბარი ბატონო გეგა? საიდუმლოდ მინდა შემენახა, მაგრამ თქვენი დაჟინებული მოთხოვნით გაგიმხელთ, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საწერი და ფიშეწენი. დიახ, მშობლებსაც ეგ რეაქცია ექნება დარწმუნებული ვარ. თუ ბიუჯეტი შეგვიწყობს ხელს, ცარცებით კი გექნება. ეს რა მაგარი ამბავია. გილოცავ კიდევ ერთხელ და უდიდეს წარმატებას უსურვებ თქვენ სკოლას. უღრმესი მადლობა. მადლობა ლადო. პირდაპირ ეთერში ახლა თორნიკ ექიმი შემოგვიერთდება ძალიან საჭირო და საინტერესო თემებით.
გამარჯობა, მობრძანდით. ანკეტა შეავსით უკვე? რა ანკეტა თორნიკექიმო? მე მაქსიმე ვარ და ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. მაქსიმე, ახლა ცოტა დაკავებული ვარ. მოდით ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევას მოგცემთ. დანარჩენს კი წერილობით გამოგიგზავნით. დღის რჩევა. თვალები დაახამხამეთ. დიახ, არ მოგესმათ. თვალები დაახამხამეთ. თორემ მასე გაშტერებული მზერით ვინმეს შეაშინებთ. დედიკო, დედა, სიცხე მაქვს და რა წამალი დავლიო, მითხარი. არ მშველი ზმრიავი წინდები, დედა. მადლობა თორნიკექიმს ასეთი საჭირო და საინტერესო რჩევისთვის. ახლა კი ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. დაიღალეთ სიარულით. არ მოგწონთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დგომა, მაშინას შემოთავაზება თქვენთვისა. გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი მინიმალურ ფასად. შეიძინოთ ჩვენი სამფეხა სკამი და მეოთხე ფეხი მიიღეთ საჩუქრად. განვაგრძობთ მუშაობას სარეკლამო ჭრის შემდეგ და ჩვენს გადაცემაში სპეცჩართვით ჩვენი ჟურნალისტი ბარბარე შემოგვიერთდება. ბარბარე? დიახ, მაქსიმე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დედამიწის ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ განედით სადღაც 80 გრადუსზე და 30-ზე რომელიღაც მერიდიანზე. ვიმეორებ ჩვენ ზუსტ კოორდინატებს. განედით სადღაც 80 გრადუსზე და 30-ზე დედამიწის ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ რომელიღაცა მერიდიანზე. ჩვენ აქ 3 წლის მენახოს ვეძებთ, რომელიც გუშინ საღამოს დამალობანას თამაშის დროს ზედმეტად კარგად დაიმალა. აი როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ასეთი ვითარება ჩვენთან იმედი მაქვს ძალიან მალე სასიამოვნო სიახლით დაგიბრუნდებით. მაქსიმე, ჩვენს ეთერში ახლა სპორტის დროა, ახალ ამბებს კი ჩვენი ახმახი და დაკუნთული ჟურნალისტი სანდრო შემოგთავაზებს. გამარჯობა სანდრო. ხვევით. აქვე. ვერ ვასწავლე რა ამას. დიახ, მაქსიმე, მოგესალმებით. მე ახლა ვიმყოფები ძალოსნობაში, საქართველოს, მსოფლიოს, დედამიწის და ირმის ნახტომის ჩემპიონის გვერდით. ძლიერო ანამარია, გილოცავთ გამარჯვებას. იქნებ 1-2 სიტყვა გვისვა თქვენი წარმატების შესახებ. 1-2. არა, ვიგულისხმე რაიმე მოგეყოლა თქვენი გამარჯვების შესახებ. რაიმე. კარგით გასაგებია. ისე ამბობენ ძალოსანი სპორტსმენები ცოტა შარიანები და იმპულსურები არიანო და მართალია. რა? ეგ ვინ თქვა? მანახე სადაა? მაგას ახლა ნახე რას უზავ? ოე, პატარა ბიჭი, მოდი ახლა აქ. მადლობა სანდრო. ანამარიას დიდ წარმატებას, ხოლო შენ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, ამიც კი ჩვენი უსაყვარლესი და უენერგიულესი ჟურნალისტი ბარბარე გაგვაცნობს. ბარბარე, ეთერში ხარ. ბარბარე, უცებ მომინდა ექსპრონტად ჩვენი ქართველი გამოჩენილი პოეტის ზარიზან ხეზე ფოთოლგამხმარაშვილის ლექსი მოგიწყდა. აცივდება, მზე გამოვა, თოვლი მოვა ყინულით, ამინს გამცნობთ თქვენზე ღილავს თქვენი მინინიუსი. აბა როგორი იყო? ისე რა. მოგესალმებით. დღეს საქართველოში სამწუხაროდ მზიანი დილა გათენდა და დილიდან თვალები მკიო ამ სათვალის ტარებით. საბედნიეროდ ამბობენ დასავლეთ საქართველოში მოიღრუბლებაო და ზღვაზე მყოფ ჩემს ნაქალებს გაუწვიმდებათ. აბა რა ეგონათ ჩემს გარეშე რომ წავიდნენ. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ძალიან გთხოვთ სათითაოდ მოჩამომათლევინებთ. ისედაც ყველგან მზეა გამოცხადებული. ეს მზეც კიდე ახალი ჩექმების და ქურთუკის ჩაცმა რომ მომიდა, ზუსტად მაშინ გამოვიდა რა. და ბოლოს, ვისაც მანქანის გარიცხვა ჰქონდათ და გეგმილი არ გირჩევთ. ხვალ მომატებული ნალექია მოსალოდნელი. ან გარეცხეთ რა ვიცი, ჩემი რა მიდის. დიდი მადლობა ბარბარე ასეთი ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციისთვის. ახლა კი დროა ჩვენს არაჩვეულებრივ ჟურნალისტთან და უბრალოდ ჩემს ბიძაშვილთან დავბრუნდეთ. გაბრიელ, ეთერში ხარ.
მე ახლა ქუჩის გამოკითხვას ჩავატარებ და გამარჯვებულს გრანდიოზულ საჩუქარს გადავწევ. გამარჯობა. თქვენი სახელი? რავი, მეგობრები შაროს მეძახი. შარო, საიდან მოდიხარო? ახლა ამოვედი მეტროზე. ბატონო შარო, თქვენ გახდით ჩვენი ქუჩის გამოკითხვის გამარჯვებული. და აი ეს გრანდიოზული საჩუქარი ჩვენგან რომ დიდი ბიჭი რო გაიზდებით, ბევრი ხელმოწერები დაარიგოთ. კარგით, მაქსიმე, ახლა დაგევშვიდობებით. უღრმესი მადლობა გაბრიელ. ჩვენს მაყურებელს კი მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გადაცემა საპატიო მიზეზის გამო დასასრულს მიუახლოვდა. დედაქალაქში გაწვენ და მე კი სარეცხი დამრჩა თოქზე გაფენილი. იმედი მაქვს ისიამოვნეთ მომავალ შეხვედრამდე. უკვე ყველა დაიღალა. გრაფიკი გვაქვს გიჟური. დასვენება ჩვენს გვჭირდება კოცნით მინინიუსი.